ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ხატი აქვათაძე გახლავართ სტუდიაში ლაშა ტუღუშთან ერთად ვიმყოფებით და შეგახსენებთ რომ საგანგებო რეჟიმში ვმუშაობთ ჩვენ და ყოველ ნახევარ-საათში ერთხელ ჩვენ სტუმრებთან ერთად მიმოვიხილავთ განვითარებულ მოვლენებს. მოგესალმებით ბატონ ლაშა. მე მინდა ისე მოგვიწევს მაესტროს ირგვლივ საუბარი ჩვენი, იმიტომ რომ დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შეფასება კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ ერთგვარად. ბოლო ინფორმაცია რაც გახლავთ არის ის რომ მეროსი კიწმანიშვილი ითხოვს მაესტროს 100%-იანი წილის დაყადაღებას, როგორც მან განაცხადა უახლოეს ხანში რუსთავის მედიის მართვის კომპანია. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება მაესტროს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს, თუმცა ამ ყველაფერს მამუკაღლონტი უწოდებს ბოდვას და მოხარულია რომ კიწმარიშვილს ჯერ მათი ჩამოხრჩობა არ მოუთხოვია. ეს ალბათ არის სამართლებრივი ჭრილი ამ საკითხის. თუმცა მე კიდევ ერთი განცხადებაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ეს გახლავთ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადება, რომელიც განმარტავს, რომ მიუხედავად ეროსი კიწმარიშვილის განცხადებებისა, მაესტროს სიგნალის გადაცემა არ შეწყდება. მოდით ვისაუბროთ სწორედ ამ თემაზე. ეროსი კიწმარიშვილი ამბობდა დღის პირველ ნახევარში ჯერ კიდევ რომ საღამოს მაესტრო აღადგენდა მაუწყებლობას. კომისიის პოზიცია გახლავთ ასეთი. ჩვენ ალბათ ხედავთ რა რეჟიმში ვიმყოფებით და თითქმის მთელი გუნდი არის რადიო მაესტროს სტუდიაში. მოდით ვისაუბროთ სწორედ ამ თემაზე. უახლოეს პერიოდში როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები აი ამ მოცემულობის ფონზე და იმუქრება თუ არა ტელეკომპანიის მაუწყებლობის შეწყვეტა. ჯერთი მინდა მევასალმო მაყურებელს, მსმენელს ასევე, რამდენადაც ვიცი ორივე ერთდროულად არის ახლა ჩართული რადიო ტელევიზიაში. ნუ პირველი მეთქვი იმას, რომ ძალიან არასასიამოვნო ინციდენტია და მე ახლა დღეს დილით ჩამოვედი, ვიყავი პოლონეთში, ღონისძიება ტარდებოდა. საკმაოდ მნიშვნელოვანი და იქიდან ვადევნებდით მე ასევე ჩემი სხვა კოლეგებიც ამას თვალყურს ძალიან მაინდამის კარგად არ გამოიყურება ის რაც ხდება დღეს მაესტროსთან დაკავშირებით. და როგორ შეიძლება აღწეროთ ეს ვითარება თქვენი პოზიციით? მე რასაც ვაკვირდები, არ ვიცი ხა ეს რისი ბრალია, მაგრამ ესეთნაირად არის აღქმული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში, რომ ვიღაცებს უნდათ და ამას სხვა ბერკეტებით ცდილობენ, უნდათ შეცვალონ მაესტრო და ეს პროცესი შეცვალონ, ანუ გადავიდეს მაესტრო გახდეს სხვანაირი. უფრო მეგობრული, მოდით ესე ვთქვათ, მე იმედი არ ეწყინება ჩემს კოლეგებს, უბრალოდ ის რა აზრიც არის გავრცელებული. დიახ, გახდეს უფრო მეგობრული ხელისუფლების მიმართ. არ ვიცი ეს რატომ შეიქმნა ესეთი აზრი, მაგრამ მე ჩამოვედი იქიდანაც მქონდა მიმოწერა თითქმის ყველა ადამიანი, რომელთანაც მე მაქვს რაღაც კონტაქტი, მედიის წარმომადგენლები არიან თუ არ არიან წარმომადგენლები, აი ასეთ ინტერპრეტაციას ამას აძლევენ ამას, ნუ იქ სხვა მტკიცებები მოყავთ, რომ იქ პოლიცია ერთ მხარეს იდგა, იქ რატომ მაინდა-მაინც ინტერვიუს შემდეგ მოხდა ეს ყველაფერი. ხო, გასაგებია ივანიშვილის ინტერვიუზე აქ საუბარი სწორად. მე იმედი მაქვს, რომ მართალი გითხრათ, ვიცნობ და კარგად ორივე ამ შემთხვევაში კონფლიქტში მყოფ ადამიანებს და მე მგონია რომ ცხადეს სხვადასხვა პოზიციებს იზიარებენ, მაგრამ ჩვენი ამოცანაც არის ის რომ ეს კონფლიქტი შევცვალოთ და კონფლიქტი გადავიდეს, ხა ნებისმიერს აქვს უფლება სასამართლოშიც წავიდეს, იდავოს, ყველაფერი აკეთოს, მაგრამ იმის დაშვება, რომ აქ კონფლიქტი იყოს სხვა ფორმის და კიდე კარგი ეს არ მოხდა, ანუ არ გადავიდა რაღაც სხვა ფიზიკურ დაპირისპირებაში, ეს არის კარგი და მეორე, უნდა მოხდეს, ასე ვთქვათ, ცივილური გზებით ამ კონფლიქტის გადაჭრა. ბატონო, ფორმები რა იქნება, ეს უკვე ხალხის ალაპარაკო თემაა. დიახ, თქვენ აღნიშნეთ, რომ კარგია და რომ არ მოხდა, ვთქვათ, ვითარების უფრო მეტად ესკალაცია. დიახ, უფრო მეტად, თუმცა ხა რაც დღეს არის, ისიც მაინდა-მაინც არ არის სახარბიელი. რა თქმა უნდა, არ არის სახარბიელი. თუმცა თქვენ იმ ინფორმაციის ფონზე, რაც თქვენ გაქვთ, თქვენ ბრძანეთ, რომ ცოტა შორიდან ადევნებდით ამ პროცესებს თვალყურს. იყო თუ არა ჩვენ გუშინოთ საუბრობდით ამაზე, უბრალოდ მე
მსმენელსა და მაყურებელს შევახსენებ, რომ პირველად გიწევთ მე მგონი აი ამ პერიოდის შემდეგ ჩვენთან სტუმრობა და შესაბამისად საინტერესოა თქვენი მოსაზრება. იყო თუ არა რეალურად თქვათ რომ არ შეცვლილიყო ვითარება, რომ მან მიიღო დამფუძნებელს ერთ-ერთ და ასევე თანამშრომლებს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს და დაეტოვებინათ შენობა, იყო თუ არა იმის ნიშნები, რომ შეიძლებოდა ვითარება ყოფილიყო უმართავი, დაძაბული, გასცდენოდა იმ ფარგლებსა და ჩარჩოებს, რაც შეიძლება მოექცეს. ცარიელი თოფი ისვრის ხან და ხვდებიან როგორი ხარტყვი არ იყო და გავარდა და ეხლა ისეთ ვითარებაშიც ერთ შენობაში ორი დაპირისპირება ხარ, ცხადია იყო ამის საფრთხე და მე ვთვლი რომ სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, როდესაც თქვენ გაერიდეთ ამ კონფლიქტს. ასეთი ტიპის კონფლიქტს. საინტერესოა თვითონ სამართალდამცველების პოზიცია იყო ვიტყოდი კითხვის ნიშნებს აჩენდა ეს მათი ქმედებები მთელი ამ 2 დღის განმავლობაში. ჩვენ ვიცით რომ ეს ადამიანები გამოიძახეს თავად მაესტროს თანამშრომლებმა, მას შემდეგ რაც ეროსიკი ძმარიშვილმა მოინდომა რომ შესულიყო შენობაში ნებართვის გარეშე. თუმცა შემდეგ უკვე სამართალდამცველებთან თავად ამ ადამიანებს შეექმნათ პრობლემები და აი სწორედ ეს აჩენდა საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს და მოგვიანებით გუშინ ჩვენ გვიანღამით არლი კოელისაშვილისაგან მივიღეთ ინფორმაცია რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შენიშნა კავკასიის გადამღებმა ჯგუფმა მაესტროს შენობასთან. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე არ ვიცი ახლა ამას მტკიცებით ფორმაში ნამდვილად არ ვამბობ, უბრალოდ მინდა კითხვა დავსვა. საპარლამენტო უმრავლესობა არაერთი კომენტარი გააკეთა და ისინი ცალსახად აღნიშნავენ, რომ ამ შემთხვევაში ეს არის კერძო დავა, ისინი არ ერევიან, არც უნდა ჩაერიონ და ხელისუფლებისაკენ თითის გაშვერა ამ შემთხვევაში არ არის მართებული. თუმცა ჩვენ წინა პერიოდში გვახსოვს საკმაოდ მწვავე თემა, პრესის ჩიხურების თემა. და მაშინ საუბრობდით იმაზე, რომ ეს არ არის სწორედ არ იყო იმ დროს დაწყებული პროცესი და ეს იყო გარკვეულწილად ხელისუფლების გარკვეული პოლიტიკის გაგრძელება, რომელმაც მიიღო გზადაგზა უკვე გამოკვეთილი ფორმები. მათ პრესის ჩიხურებთან დაკავშირებით. ხომ არ ფიქრობთ, რომ აქაც ამ შემთხვევაშიც აი ეს ხაზი გრძელდება? მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ დაძაბულია პოლიტიკური ვითარება, ხო, ამას ვამჩნევთ. ივანიშვილის გამოჩენა მნიშვნელოვნად შეცვალა ლანდშაფტის განაწილების ზალთა, ძალიან სერიოზული მხარდაჭერა აქვს მას საზოგადოებაში, მნიშვნელოვან ნაწილში შესაბამისად სივრცე, მედია სივრცე პრობლემურია. ახლა ამას მე მგონი არ ჭირდება საუბარი. თქვენს მიმართ არაკეთილგანწყობილად განწყობილი პოლიტიკოსები, რომელთა შეხედულებები კი სიტყვიერ შეიძლება თვლიდეს ან ამბობდეს რომ ეს დემოკრატიის მომხრეა და დემოკრატიული განვითარების ქვეყნის, მაგრამ მათთვის თქვენ ხართ მტრის უბრალოდ მაძურში გადამჯდარი თუ გადამხტარი თუ როგორც არის მოქმედი რაღაცა ორგანიზმი, რომელიც არის აშკარად ტრული, ხომ? ამიტომ ისინი ხშირად ესეთი ადამიანები, მე არ ვამბობ რომ ახლა უმრავლესობაში მაინდამის ყველა ესე ფიქრობს, მაგრამ მე როგორც ვაკვირდები მათ შორის ამ პრესის ჯიხურებთან დაკავშირებით, მათ შორის იქიდან გამომდინარე თუ რა მოხდა იმედში, მე როგორ ჩაიგდეს ხელში, მე როგორ ანაწილებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულს, როგორ არის მონოპოლია სარეკლამო ბაზარზე, როცა ერთი დიდი კომპანია და ის არავის არ აძლევს, თქვენ არ მოგცემთ, კავკასიას არ მიცემს და თვითონ არის ხო ყველაფრის ამის ავანჩავანი და კიდევ უამრავი სხვა ლიცენზირების რთული სისტემები, როგორ მუშაობს ეს კომისიები და ასე შემდეგ. არის შექმნილი ჯამში შევხედოთ ძალიან პრობლემური, ხშირ შემთხვევაში ძალიან მახინჯის სისტემა, რომელიც არ აძლევს გათავისუფლების საშუალებას მედიას და ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის ჩაგდებული ისეთი ტიპის მედია, როგორც თქვენ ხართ, ხო? ეხლა რასაც ხედავთ ჩვენ, არ არის აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ კიდევ თუ გავითვალისწინებთ უფრო ჩვენს გამოცდილებას, რაც ეხლა პრესასთან, რომელსაც ადრე ყოველთვის ვითომ ისე უყურებდნენ, ხო, იგნორირებული იყო და გინ ყოფილხართ, გინდა არა, მაგრამ აღმოჩნდა, თვალ მასეც არ არის საქმე და მათ დაინახეს რეალურად, ახლა კვლევა ჩატო მიხვდები, რომ პრესას აქვს საკმაოდ სერიოზული გავლენა. მიუხედავად იმისა, შეიძლება ახლა ტელევიზიას კონდეს მეტი, მაგრამ პრესას რაც აქვს, ისეთ სერიოზულად თქვენს გაგვარებ. შესაბამისად, ახლა თუ თავს მოვიტყუებთ და ვიტყვით, რომ ისე ყველა ფრთიანი ანგელოზია და ესეთი პრინციპულები და რაღაცები არიან, რაც არის დემოკრატიულობა და რამე, გასაგებია, რომ ისინი ამაზე არ სწავლენ, მაგრამ თუ სხვა რამეს ვივარაუდებთ, ეს ნიშნავს, რომ
ან ისინი ამ პროცესებში, ამ დესტრუქციულ პროცესებში რაც ხდება, სადაც შესაძლოა რაღაცა ლოგიკური ისიც იყოს, ახლა ადამიანებს კონდეს პრეტენზია, ხა ეგ არის უკვე სხვა საგანი, ხო, სხვა საკითხი. შეიძლება კიცმარიშვილს კონდეს რაღაცა მოსაზრებები და გულწრფელად მიაჩნდეს, რომ მას რაღაცა ესე მოიქცენ, ან ისე მოიქცენ, მაგრამ ფორმები არსებობს სხვადასხვანაირი, ხო? ამიტომ რას ვამბობ, იცით, რომ ეს ადამიანები არაკეთილ განწყობილები თქვენს მიერ აუცილებლად თუ მათ ეს არ დაგიგმეს და ბევრი ამბობს, რომ ეს მათ დაგიგმეს და დაუშვათ, რომ ეს მათ არ დაგიგმეს, მაშინ რა თქმა უნდა ისინი შეეცდებიან, რომ ესეთი შანსი ხელიდან არ გაუშვან და ყველაფერს გააკეთებენ, როგორმე გააღრმავონ კონფრონტაცია, გაართულო სიტუაცია, თავი მოჭრან ორივე მხარეს და რა თქმა უნდა თუ ერთ-ერთი მხარე ფიქრობს რომ ამით ის მოგებული დარჩება, ვერ დარჩება მოგებული, იმიტომ რომ არ დატოვებენ მოგებულს რა, შეუძლებელია ეს სხვანაირად. ამიტომ ისინი შეეცდებიან რომ ერთი გასულით ორი კურდღელი იმსხვერპლონ, ხო? ეს არის ძალიან მარტივი, რასაც მე ვამბობ, ხა იქიდანაც ჩანს და აქედანაც ჩანს და ნებისმიერ წერტილიდან ჩანს. ამიტომ არავის ინტერესში არ არის, ხო, თუ ინტერესი კეთილსინდისი არის, შეიძლება ადამიანი არ მოგწონდეს ხო სიტყვაზე ვიღაცა და მას ქონდეს ლეგიტიმური უფლებები და პრეტენზიები. და თუ მას აქვს, არსებობს რაღაცა ცივილური სხვა ტიპის ფორმები, როდესაც შენ არ ცდილობ ესეთი თამაში ითამაშო, მათ შორის სამართლებრივი ან არასამართლებრივი, რომელიც ძალიან მაღალი რისკების შემცვლელია. ძალიან მაღალი რისკების შემცვლელია ეს, რასაც ახლა ჩვენ უყურებთ და ეს რისკები ნიშნავს იმას, რომ ახლა აი რა მდგომარეობაშია დღეს უყურებთ მაესტრო და კიდე ბევრად უფრო უარესი იქნება და ახლა ყველა რა ქვია ეს არ არის ხო გმირი და ხა ლოგიკურია რომ შეიძლება რაღაც პრობლემები უფრო მძიმე შეიქმნას. და მაშინ ამ შემთხვევაში თქვენ თქვით რომ ხელისუფლება ყველანაირად ეცედება გამოიყენოს შექმნილი ვითარება. მე ვამბობ რომ ის ნაწილი დიახ, მე ვფიქრობ რომ ის ნაწილი რომელიც ხელისუფლებაშია და შესაძლოა ოპოზიციაშიც იყოს რომელიღაც ნაწილი რომელიც ხელისუფლებაში რომ იყოს ისევე მოიქცეოდა, ხა არ ვამბობ რომ ის სტუდია ეს კარგია და ჩვენ ვართ იდეალურები, მაგრამ ვამბობ რომ ესეთი ძალები საქართველოში ბევრია, საკმაოდ ისეთია რა. სუყეთ ჩანს, ხო? მე ვფიქრობ, რომ ის რაც გააკეთეთ, რომ გაერიდეთ ამ კონფრონტაციას სწორია, თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ საზოგადოებრივი აზრი იყოს მომართული მათ შორის ის ადამიანის თქვენი ეთერით საუბრობს თუ სხვა თქვენ თვითონ ამზადებთ რაღაცა ასე ვთქვათ მასალებს, რეპორტაჟებს იყოს მიმართული იქითკენ, რომ თქვენ გინდათ ხოლმე ცივილური გზით ამ კონფლიქტიდან მოძებნოთ გამოსავალი. მეორე, ის არის ძალიან მნიშვნელოვანი, თქვენ არ დათმობთ და ამას მე ვხედავ და მიხარია, ჯერჯერობით ესეთი სწორი პოზიციები გაქვთ. და დამიჯერეთ, რომ არც თქვენც არ დათმობთ და არც ჩვენ არ დავთმობთ რა, ვინც გარეთა ვართ. ხა მე არა ვარ მაესტროს თანამშრომელი, მაგრამ ჩემთვის არანაკლებად ხა ცოტა ესე ხმამაღლანა თქვენ არანაკლებად ღირებულია რომ თქვენ არსებობდეთ და არ ჩვენ არ დავთმობთ თქვენ თავს დამიჯერეთ, მაგრამ ეს თქვენგანაც უნდა მომდინარეობდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უნდა დაინახონ საქართველებმაც და სხვა მოქალაქეებმაც, არაქართველებმაც და საქართველოს მოქალაქეებმაც, ვინც აქ ცხოვრობს, ყველამ რომ თქვენ ესეთი მტკიცე პოზიცია გაქვთ და ასევე უცხოელებმაც უნდა და მათ აინტერესებს, ხა მე ხო გეუბნებთ, სადაც ვიყავ, იქაც არის ეს საუბრები, რა ხდება, ვერ გაიგეს, რაღაც ტელევიზია, ზოგმა იცის, ზოგმა არ იცის, მაგრამ თავისთავად რაღაც უპრეცედენტო სიტუაცია ესეთი რაღაცები რაც ხდება ხოლმე რა. მით უმეტეს გვა გამოცდილება, მათ შორის რუსთავიორის გამოცდილება, სადაც ბატონი ერუსი იყო დამფუძნებელი მესაკუთრე და ასე შემდეგ, მერე იყო იმედის შემთხვევა, სხვა შორის კავკასიის შემთხვევა ძალიან ისეთი იყო, გაუთიშეს ის და იქაც საფრთხეები იყო დიდი, მოკლედ იბერია მახსოვს, სადაც ავტომატებით შევარდნენ. და ეს გამახსენა, იცით, ეს ყველაფერი აი ამ ამბებმა რაც ხდება. ამიტომ თავარი არის ეხლა რა, რომ უნდა ვიყოთ პრინციპულები, უნდა დავრჩეთ სამართლის ჩარჩოებში და უნდა უთხრათ პირდაპირ რა ვისაც აქ ჩაფიქრებული თუ არა აქ ჩაფიქრებული უჭერს ხარს თუ არ უჭერს ხარს რომ რაღაცა პრობლემები შეექმნას მაესტროს რომ ამას ესე ადვილად ვერავინ გააკეთებს და ამას ჩვენ არ დავთმოთ არავითარ შემთხვევაში. კი ბატონო, ძალიან ბევრი პრეცედენტი ქონდა თქვენ ბრძანეთ და ეს ძალიან ბევრს გაახსენდა ამ დღეებში, თუმცა საუბრობდნენ იმაზეც რომ ვითარება დღეს აღარ არის ისეთი როგორც იყო თქვა წინა შემთხვევებში. საზოგადოების აქტიურობა ასევე აღნიშნეთ რომ არის მნიშვნელოვანი ამ
შემთხვევაში როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები თუ კი ამ შემთხვევაში არ იქნება საკმარისი მხარდაჭერა ან თქვათ იქნება გარკვეული პრობლემები ამ მიმართულებით და მაესტრომ ვეღარ გააგრძელა თქვათ აღარ იყო არც რესურსი მე არ ვამბობ ხა არ ვაკეთებ პროგნოზს მაგრამ დაუშვათ ეს ვერსიაც გამიხოთ იმიტომ რომ შესაძლებელია საზოგადოებას აინტერესებს ახლა მე ვიყო თქვენი მტერი ხო რას შევეცდებოდი რომ დამერწმუნებინა საზოგადოება რომ ორივე მხარეს არიან ადამიანები რომელთაც ძალიან ესეთი საეჭვო ინტერესები აქვს ფულია ფულის ესე თქვა საკითხია სინაპლანზე წამოწევას სუდათ უნდა გამოაჩინონ ორივე მხარე რომ ეს არ არის რაღაც ფულისთვის გავლენისთვის რაღაც სუდი იმპულსებია, რაღაც უკან დგას ისეთი რამეები, რომელიც თქვენ არ იცით და ახლა დავიწყებდი ამ კომპრომატებს გადმოყრე, რომ დისკრედიტაცია მოვახდინო ორივე მხარისა, რომელიც კონფლიქტშია მოქცეული. ამიტომ ვამბობ, რომ ეს ბრძოლა რო გაგრძელს ორივე მხარე აგებს. აქ არ არის მოგებული. როგორადაც არ უნდა იფიქროს ვინმე, რომ იცით არის სასამართლოში აი ესეთი ფორმით, იქ რაღაცა დარჩენით, რაღაცით მოიგებს რაღაცას, რა და გინას ვინმე დააპირდეს ან არ დააპირდეს. მე მაგალითად აქ მოგებას ვერ ხედავ რა. იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან რთული კონფლიქტია მესმის, მაგრამ უნდა მოიძებნოს გამოსავალი. ძნელია ამ გამოსავალის მოძებნა, მაგრამ სხვანაირად არა, მაშინ ორივე წააგებს. ეხლა თუ ჩვენ თვითგანადგურების ინსტინქტები გვაქვს, რომ აი ჯანდაბას ოღონდაც ვიღაცა წავა რაღაცა დაუშავო და მეც ჩავყვე იმას, ხო, მაშინ სხვა არის, მაგრამ თუ ეს ინსტინქტი არ მუშაობს, აი ესეთი მიმართულება რაც დღეს არის, ამას პერსპექტივა არ აქვს. მოგების. ახლა ფორმალურად შეიძლება რაღაცა ეტაპებზე ილუზია შეიქმნას. მოგების. თუმცა რომელი რას დაკარგავს ამ შემთხვევაში, რას დაკარგავს მაესტრო? იცით რა, მაესტროს წაგება არ არის მარტო ამ შემთხვევაში მე გულისხმობ ჟურნალისტები და ასე შემდეგ. მაესტროს წაგება არ არის მაესტროს წაგება, მაესტროს წაგება არის საზოგადოებისთვის წაგება მაესტროს. ეს მარტო თქვენი პრობლემა. მაესტროს წაგებით საზოგადოება დაკარგავს შესაძლებლობას მიიღოს განსხვავებული მოსაზრებები. ხშირ შემთხვევაში მარტო თქვენთან აი ესე ვთქვათ კავკასიაშიც იგივე მარტო ხდება ეს არის ფასეული რომ პლურალიზმს დაკარგავს არჩევანის შესაძლებლობას დაკარგავს სწორი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას დაკარგავს კრიტიკული აზრის მოსმენის შესაძლებლობას დაკარგავს სიმართლის მოსმენის ხშირ შემთხვევაში შესაძლებლობას დაკარგავს არ შეიძლება თუ ჩვენ გვინდა რომ ვიქცეთ რასაც ახლა ამ ჯიხურებზე აკეთებენ რომ გაზეთის მაგერად გაყიდონ შაურმა და ჭამაზე და ყლაპოაზე და სმაზე და იმაზე გადავიდეთ, კი ბატონო, მაშინ გადავიდეთ რა, მაგრამ მე არ მინდა იცით და მე მგონი არც თქვენ არ გინდათ, რომ მარტო კუჭი არ არის, ხო და თანამდებობა, რომელზეც ზოგიერთები სკამებზე მიხრახნილები არიან. ამიტომ ძალიან პრინციპულია. სწორედ ეგ არის, ეხლა ჩვენი, ასე თქვათ, ჩვენი მთავარი ღერძი უნდა იყოს ის, რომ არ დავთმოთ ისევ არ დავთმოთ მაესტრო, მაგრამ თქვენც უნდა გააკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ თქვენი რწმენა ისევე როგორც იყო ხშირად ეხლაც არის კიდე გაგრძელდეს და თავი დაიცვათ და თქვენი ნაბიჯები იყოს სწორი, მართალი და ვერ მოახერხონ და ჩვენ რა თქმა უნდა თქვენ გვერდით ვარ და ვერ მოახერხონ ვიღაცებმა ამის დისკრედიტაცია, იმიტომ რომ ჟურნალისტები კი იქნებით სოლიდარულები, მაგრამ საბოლოოდ მაინც საზოგადოება არის საჯული. ამიტომ ვიფიქროთ იმაზე, რა სიტყვის ჩვენზე საზოგადოება. ძალიან დიდი მადლობა. ლაშა ტუღუში იყო ჩვენი სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ჩვენ განვაგრძობთ საგანგებო რეჟიმში მუშაობას. ჩემი კოლეგები რამდენიმე წუთში კვლავ ამ სტუდიაში იქნებიან, ასე რომ დარჩით ალღაზ FM 94.7 და ასევე დარჩით მაესტროს